ლაშად გებუაძის დაკავებამდე აქციის ორი მონაწილე მას შემდეგ დააკავეს, რაც საპროტესტო აქციის ქალმა მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს წუხელ დაკავებული აქტივისტებისა და მათი ცოლების მხარდასაჭერად. ქალები შუა რუსთაველზე დასხდნენ შეძახილებით თავისუფლება, სოლიდარობა. ამით გამოხატეს თანადგომა წუხელ დაკავებული გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის მიმართ. მალევე მათთან პოლიციელები მივიდნენ და გზიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ამ დროს დააკავეს აქციის ორი მონაწილე დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე, რომლებიც ტროტუარზე იდგნენ. პოლიციამ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. გუნაშვილის დაკავებისას მის დახმარებას პროტესტის მონაწილე ქალი ცდილობდა, რომელსაც პოლიციელმა თმა მოკაჩა და ადგილიდან ასე გაიყვანა. ვრცელდება ამ პოლიციელის ვინაობა, ის რონი მესხია, ის ხელმძღვანელობდა გუნაშვილის დაკავებასაც. დაკავებების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა კიდევ ერთი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა. რატომ არ ეცვა ფორმა, ან იყო თუ არა საერთოდ პოლიციელი, ამ კითხვებზე მან ჟურნალისტებს არ უპასუხა და ფაქტობრივად გაექცა მათ. სხვა პოლიციელების თქმით, სამოქალაქო ტანსაცმლიან პირს პოლიციელის სამკლაური ეკეთა, რომელიც მან სავარაუდოდ მოგვიანებით გაიკეთა. სოციალურ ქსელში მისი ვინაობაც გავრცელდა, ის რეზი ჯინჭარაძეა. აქტივისტები წერენ, რომ ის რეჟიმის პატიმრის საბას ხვიტარიძის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელის ლუკა ჯინჭარაძის ძმა. ადამიანი დააკავეს, რატო უნდა გადმოვიდე გზიდან? ვის საფუძველზე დააკავეთ ადამიანი და რატომ არ გაცვიათ ფორმა? ფორმა რატომ არ გაცვიათ? უკაცრავად. ფორმა რატომ არ გაცვიათ? რატომ არ გაცვიათ პოლიციელი? მოქმედი პოლიციელი ხარ? საქართველოში ხედავთ ბელარუსს რამდენიმე წლის წინ და ვუჩიჩის სერბეთს. ზუსტად იგივე ხდება დღესაც საქართველოში. რეჟიმი მყარდება ყველგან ერთი და იგივე პრინციპით. ხელადის წყობს გავიმეორებ, არაფერს არ გავაგრძელებ ბევრს. თუ გიდათ მშვიდება, დათმეთ ძალაუფლება. ეს არის ძალის დემონსტრირება აშკარად. ამავდროულად არიან ძალიან შეშინებული და ნებისმიერი პატარა კერის აღკვეთაზე არიან გადასული, რომ ამან არ გამოიწვიოს უფრო ფართომასშტაბიანი მოძრაობა. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე კიდე ერთი მაგალითია იმისა, რომ რეჟიმი არაფრის დათმობას არ აპირებს, უკან დახევას არ აპირებს, რეჟიმი აპირებს კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს, არ ერიდება ქალებს, ბავშვებს, არავისთან მორიდება არ აქვს, ამიტომ რა გითხრათ, თელ საზოგადოებას მოუწოდებ რა, რომ რუსთაველზე უნდა იყოს, არ ვიცი, ნახევარი თბილისი